მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ მერე თავის განხილვას. სამი ამოცანა დაგვჭა განსახილველი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე შრომაგველის განსაკუთრებით 100 მეტრშტი ამოცანაზე. ახლა სანამ უშუალოდ ამ ამოცანის პირობაზე გადავალთ, მანამდე მინდა რაღაც წინასწარ შესამზადებელი პატარა საკითხები განვიხილოთ. პირველ რიგში, მოდი, არ მახსოვს ახლა ჩვენ შევეხეთ თუ არა ამ თემას გონია არ ქონია ამ თავში მსგავსი ამოცანა, უფრო თუნდაც მახსოვს რომ ვექტორების თემაზე შეიძლება მოვიდეს. მოცემულია წრფე, მოცემულია წერტილი და ამ წერტილიდან წრფემდე მანძილი გვინდა გავიგოთ. ეს საკმაოდ მსხვილი ხაზია. მოდი დავაპატარავ და ეს კარგია. აგროვებული რაღაც წრფე. ვიცით მეგობრებო, ჩვენ მისი განტოლება თქვა y უდრიდეს k1x პლუს b პლუს b. და აღებულია რაღაც ამ წერტილი თქვათ. აქ რომლის კოორდინატები არის x0 y0. ასეთი თემა საკითხია. და გვინდა ჩვენ ვიპოვოთ ესეც საინტერესო საკითხია, ვიპოვოთ მანძილი ამ წერტილიდან წრფემდე, რომ ამაზე სპეციალური ფორმულაც არსებობს, რომელსაც ძირითადი ნაწილი სწავლის უნივერსიტეტში, შეიძლება ზოგიერთ სკოლაში ახლაც სწავლობდნენ, მაგრამ პროგრამული არ არის. და თუ მოგთხოვენ მანძილის გაგებას, ამას მოახერხებთ რა, ნახავთ, რა დღეს ეგ არ არის, ჩვენ ვიზანი ახლა რამე განსაკუთრებული გამოთვლები არ არის აქ საჭირო, მაგრამ დღეს თავ შევიკარებ ამას საუბრით. დღეს მინდა გითხრათ, როგორ უნდა ვიპოვოთ იმ წერტილის კოორდინატები, სადაც დაეცემა ეს მართვები წრფეზე. ვთქვათ, აქ რაღაც n წერტილში დაეცალეთ და ამ n წერტილის კოორდინატები არის n პატარა და n. ჩვენი მისია არის ვიპოვოთ m და ვიპოვოთ n. როგორ უნდა მოახერხოთ ეგ? რა ვიცით? ესე იგი ვიცით. მოდი წერტილი იყოს x0 y0 a1 და b1. აი ეს ვიცით. რას გააკეთებ პირველ რიგში? ახლა ამ ცოდნიდან გამომდინარე, რაც ახლა გვაქვს, ჩემი აზრით ეს ყველაზე მარტივი მომენტია. მოდი დავწეროთ m წერტილზე გამავალი წრფის განტოლება, რა სახის მიიღებთ, ხო? ნუ ზოგადად წრფის განტოლება ხო არის y უდრის k ჯერ x პლუს b. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ახლა გვინდა x0 y0 წერტილზე გამავალი წრფის განტოლება, ანუ აქ ჩავსვამდით x0-ს და y0-ს. მაგრამ არ დაგვაუწყდეს, როგორი არის ამ წერტილზე გამავალი წრფე, რომელიც წრფე გვაინტერესებს ჩვენ, რომელიც არის y ფუნქციის მართობული. და გაიხსენეთ აბა მართობული წრფეების თვისება, მათი საკუთხო კოეფიციენტების ნამრავლი არის -1 ტოლი. ანუ k1 ჯერ k იქნებოდა -1. და იმიტომ რომ აი ეს წრფე მართობული უნდა იყოს სამთვის, ხო? და შესაბამისად, k რა გამოვიდოდა? k გამოვიდოდა e-1 შეფარდებული k-თან. ახლა აქ არ მოვყვებით ჩვენ ჩასვებს, უბრალოდ მე მინდა განახოთ რას გავარკვევთ. ეგ არის პირველი ნაბიჯი და პირველივე ნაბიჯზე ჩვენ გავარკვევთ b-ს. b რა იქნებოდა? b იქნებოდა ტოლი y0-ს დამატებული 1 შეფარდებული k1 x0, ხო? ანუ მარტივია, აი ეს გადავიდოდა იქით შეკრებით და მივიღებდით ქვემოთ რაც დავწერეთ. ფაქტობრივად ჩვენ k-ს ვიცით, ესაა -1 შეფარდებული k-თან და b-ს ვიცით, ხო? ეს ანუ ვიცით უკვე ჩვენ m წერტილზე გამავალი წრფის განტოლება, რომელიც ამ y წრფის მართობულია. მაგრამ ეს ხო n წერტილიც იქ მდებარეობს. მეორე ეტაპი.
ჩავსვამდით n წერტილის კოორდინატებს ამ კონკრეტულ განტოლებაში უკვე, ანუ n უდრის a-ჯერ m პლუს b. ჩავსვამდით ეს n წერტილი მეორე მხრივ ხო აი ამ წრფესაც ეკუთვნის, რომელიც თავიდან ამოცემული m-ნი უდრის a1-ჯერ m პლუს b ერთი და მოჩა დამოხსნით სისტემას. ნახეთ, b იცით, a იცით, k1 იცით, b1 იცით, ანუ მარტო კითხვის ნიშნის ქვეშ არის m და n სისტემით ამოწმ. ამას დღეს ჩვენ გავამყენებთ ახლა 116 ნომერში, მაგრამ უბრალოდ განახეთ, როგორც მახსოვს ახლა 117-იან ჩვენ რამდენი განვიხილეთ B კატეგორიის, საკმაოდ 70 ნომერი ხო მაინც განვიხილეთ და ატომაც არ მახსოვს რომ მსგავსი ამოცანა გადაგვიჭრა ჩვენ. ამიტომ ყოლდებულად ჩავთვალე თავი, მომეყოლა ეს. ნუ ეგ ერთი დეტალი, ჩვენ უკვე ვიცით, სად მოხდება რომელ წერტილში მოცემული წერტილიდან მოცემულ წრფეზე დაშვებული მართვები. ახლა ერთი დეტალი კიდევ. მოდი დავფიქრდეთ, სად მოხდება წერტილიდან მონაკვეთზე დაშვებული მართვები. აი, მაგალითად, მოცემულია AB მონაკვეთი და აღებულია M წერტილი. ნუ, აქ არის ორი შემთხვევა. შეიძლება, მეგობრებო, M წერტილიდან დაშვებული მართვები მოხდეს მონაკვეთზე. და შესაძლოა ისე იყოს წერტილი აღებული, აი მაგალითად, აქ არის N წერტილი. ახლა თუ დააკვირდებით, N წერტილი რომელ წერტილთანაც არ უნდა შეაერთო A B მონაკვეთის, აი A-სთან რო შეაერთო, ასე A B-სთან რო შეაერთო, ასე ხო, თვალით ჩანს, რომ არც ერთ მათგანთან არ იქნება მართიკუთხე. იმიტომ რომ A B წრფის მიმართ მოცემული წერტილიდან შეიძლება გაივლოს მხოლოდ ერთი მართვები. ნუ ამას მე წესით ბევრგან ეგ უკვე განავლელი მონასმენი ექნება, რომ მოცემული წერტილიდან მოცემული წრფის მიმართ მხოლოდ ერთადერთი მართვები შეგიძლიათ დავუშვათ, გავავლოთ და თავისუფლად შეიძლება კარგად დააკვირდით სიტყვებს, ცოტა თამაშია. AB წრფის მიმართ, AB წრფის მიმართ გაივლება ერთადერთი მართვები. მაგრამ AB მონაკვეთზე თუ მინდა ვისაუბრო, ხომ თავისუფლად შეიძლება ეს მართვები საერთოდ არ აღმოჩნდეს AB მონაკვეთზე. ნუ მარტივი ახლა ისი ავიღებ A და B წერტილებს, რომ ორივე იყოს ამ მართვების ფუძის, აი ამ წერტილის ცალ-მხარეს მოქცეული. ანუ რას მინდა რომ დავუკვირდეთ? წერტილიდან წრფემდე კი უშვებ ყოველთვის მართვებს და იარსებებს ის და ერთადერთი იქნება. მაგრამ როდესაც მონაკვეთზე უშვებ მართვებს, ამ მონაკვეთის შემცველ წრფემდე კი გაივლება მართვები. და ერთადერთი იქნება, მაგრამ თავისუფლად შეიძლება ის არ დაეცეს მონაკვეთზე და მის მიღმა აღმოჩნდეს. როდესაც წერტილის კოორდინატებია მოცემული, ამას როგორ გააკეთებ? ჯერ ჩაატარებ აი ამ სამუშაოს, რაც ჩვენ უკვე ვთქვით. ანუ იპოვიდი ამ კოორდინატებს, ჩვენ შემთხვევაში m-ს და n-ს და მე ნახავდი m წერტილი ან n წერტილის n კოორდინატი სულ ერთი ან x-ის მიხედვით, ან y-ის მიხედვით. არის ექცევა A წერტილის და B წერტილის x კოორდინატებს შორის თუ არა? ანუ m არის A და B წერტილის x, აი ამის x-ისა და ამის x-ს შორის. ეს აუცილებელი პირობა, მარტივი მისახვედრია, მარტივი საჩვენებელია, რომ m-ი აუცილებლად x-სა და x-ს შორის უნდა იყოს. ან n-ი იქნებოდა ან ერთის, ან მეორის მიხედვით ვიყოდი ამას ხო. კარგი, ეგ ერთი დეტალი. ახლა მეორე ძალიან საინტერესო საკითხი. აი დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ვართ ახლა. ნუ არ გავულებ x და y ხერხს, წარმოვიდგინოთ, რომ არის სადღაც გავლებული და კონკრეტული წერტილიდან რაღაც x-ნუ y-ნუ წერტილიდან გაინტერესებს უმოკლესი და უშორესი გზა მოცემულ n კუთხედავ. მოდი ახლა
საილუსტრაციოდ სამკუთხედზე ვისაუბროთ, მაგრამ და მსგავსი მშენობა იქნება სხვა მრავალკუთხედებზეც. აი, სადღაც არის კბები, საკუთხედი მოცემული, ასე და გაინტერესებს, აი, ამ წერტილიდან დავარქვათ ამცები, ეს იყოს A, B, C. გაინტერესებს ABC სამკუთხედის ანდ მოდი უფრო შორს წავიდეთ. პრინციპში ამ სამკუთხედით შემოსაზღვრული სიბრტყის, ანუ შიგნით შიგა წერტილებით რომ განვიხილოთ, თავად A, B, B, C და AC გვერდზე მდებარე წერტილებით რომ განვიხილოთ, აი ამ წერტილებამდე მანძილები გვაინტერესებს. უпроსტად როგორ უნდა მოვძებნოთ, რომელი იქნება უახლოესი წერტილი, აი ამ სიბრტყის ნაჭრის იმიდან დაშორებული მინიმალური მანძილით და დაშორებული მაქსიმალური მანძილით. აი, რომელი იქნება? როგორ უნდა გავარკვიოთ ეს? ახლა ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ჩვენ ვეძებთ პრინციპში ან მინიმუმს ან მაქსიმუმს ის იქნება გარე პერიმეტრზე რა. ვერაფრით ვერ იქნება შიგნით. ეგ მარტივი საჩვენებელია და რატო? თუ შიგნით აღმოჩნდა მაშინ რომ შესულიყო შიგნით მანამდე ხო უნდა გადაეკვეთა ან წერო ან გვერდი. და თავისთავად ის უფრო ახლოს არ იქნებოდა ამ წერტილამდე. ანუ შიგნითა წერტილი გამორიცხულია მინიმალური იყოს და მაქსიმალურიც. აი რომ გავაგრძელოთ, ხო იქნება არაერთი წერტილი, რომელიც კიდევ უფრო შორსაა ამ წერტილიდან. ანუ ალბათ აქ ხვდებით, რომ ზედმეტია თავად სიბრტყის განხილვა. პირდაპირ ვისაუბროთ სამკუთხედზე რა. ანუ A, B, C, A, B, B, C და AC გვერდების წვეროებზე. თუ ვეძებთ მაქსიმუმს, მაშინ უნდა შევთანხმდეთ, რომ ის იქნება ან AM მონაკვეთი, ან BM მონაკვეთი, ან CM მონაკვეთი. ვერ იქნება საკუთხედის გვერდების წერტილებიდან სხვა ვერც ერთი, რომელიც უფრო შორს იქნება ამიდან დაშორებული. როგორ შეგვიძლია ახლა ამის ჩვენება, ამის წარმოდგენა? შეგვიძლია ერთი მარტივი ილუსტრაციით ვაკუბრებო. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ მაგალითად რომელიმე წერტილი, აი AB მონაკვეთის რომელიმე წერტილი უფრო შორსაა M-დან, ყველაზე შორსაა. მოდი შევარდნით. კვადრატს ერთი წუთით მაშინ აი თუ გახსოვთ თქვენ სამკუთხედის თვისება კუთხეებსა და გვერდების დამაკავშირებელი დიდი კუთხის წინ დიდი გვერდი ძევს, ხო? ტოლი კუთხეების წინ ტოლი გვერდებია. აი მაშინ რა აღმოჩნდება? მეგობრებო, შეხედეთ. ალბათ გასოთ ეს თვისება, მარტივი თვისებაა. ამ ორი კუთხიდან, აი ანამიდან, რომელიღაც ხო არის ბლაგვი, ან მართია ორი, ხო? მეტი შემთხვევა არ არის. ეს მოსაზღვრე კუთხეებია, მათი ჯამი 180 გრადუსია, ისინი ან შუაზე გაიყოფიან, ან და ეს 180 გრადუს შუაზე გაიყოფა და 90 იქნება, ან რომელიღაც არის ბლაგვი. ხო, ახლა აქ ბლაგს ქვედა კუთხე გავს, ასე ხო? ახლა აი ეგ იყო მაქსიმალური მანძილი, ხო? ამას ვამბობდით ჩვენ. ახლა რომ შევაერთოთ ჩვენ აეწეროსთან ეს ხო მიიღება ბლაკუთხა სამკუთხედი. და შესაბამისად დიდი კუთხის ხო იქნება დიდი გვერდი. ანუ ხო გამოდის რომ მწვანე მონაკვეთი დიდია ამ მაქსი რასაც აწერია იმაზეც ასახად, ხო? მარტი კუთხე რომ ყოფილიყო იგივე იქნებოდა. ანუ შესაბამისად გამორიცხულია რომელიმე გვერდის წვერო უფრო შორს იყოს
მოცემული წერტილიდან, ვიდრე თავად ამ გვერდის ბოლოებიდან ერთ-ერთი. რომელიღაცა უფრო შორს იქნება, ან აწვერო, ან ბ. ახლა ჩვენი დაშვების მიხედვით აწვერო. იმედია მივხვდით რაც თქვა, ხო? ანუ ფაქტობრივად თუ თქვენ დაგჭირდებათ შეაფასოთ უშორესი წერტილი მოცემული სამკუთხედისა ემიდან რომელია ყველაზე შორს, საკმარისია განიხილოთ ა ბ ან c წერტილებამდე ან არის ბოდიში სამივე წერტილებამდე მანძილები უნდა გამოთვალოთ თქვენ და შესაძლოა გვხვდებით რა ფორმულით გამოთვლით, აქ იგულისხმება რომ a წერტილის კოორდინატებიც უნდა იცოდე, b წერტილის, c წერტილის და გამოთვლი AM-საც, გამოთვლი BM-საც, გამოთვლი C-საც და რომელიც იქნება ყველაზე დიდი, ის იქნება მაქსიმალური მანძილი. სხვა არც ერთი წერტილის განხილვა არ დაგჭირდებათ და ეგ აგიხსენით უკვე. რა ფორმულით გამოთვლით, როდესაც თქვენ იცით კოორდინატები, უბრალოდ ისარგებლებთ ორ წერტილს შორის მანძილის დასაცველი ფორმულით, ეგ ჯერ კიდევ მეშვიდე თავში გავიარეთ თუ არ ვცდებით ჩვენ. ეს არის x2 minus x1-ის კვადრატს დამატებული y2 minus y1-ის კვადრატი და ამფესული, ხო? აი ამ ფორმულით ისარგებლეთ. მაგრამ თუ გვინდა მინიმალური მანძილი, როგორ უნდა მოვიცეთ? ახლა რა ხდება აქ? აქ უკვე არ კმარავ მხოლოდ წვეროებამდე მანძილები. აქ იქნება შემდეგი 6-დან ერთ-ერთი. თქვენ უნდა დაუშვათ შეაერთოთ წვეროებამდეც და გაავლოთ თავად გვერდების მიმართ მანძილები. ანუ ფაქტობრივად რა უნდა გააკეთოთ? ანუ თქვენ შეაერთებით M-ს, C-სთან, A-სთან, B-სთან, ესეთ უნდა ჩაინიშნოთ, ეს MC, MB, MA. ну რომელიღაც ამ სამიდან იქნება მაქსიმალური მანძილიც, ხო? იქნება მაქსიმალური მანძილიც. მაგრამ მას გამოვრიცხავთ და დანარჩენი ორიდან თავისუფლად შეიძლება რომელიმე ან ამ შემთხვევაში ახლა თქვა MA იყო მაქსიმალური, ხო? ან MB ან MC მინიმალური იყო საერთოდ. ასევე თქვენ უნდა დაუშვათ მართობები ემწეროდან გვერდებზე, სამივეზე და იმათგანაც უნდა დათვალოთ მინიმალური. და ამ 6 მონაკვეთიდან ყველაზე პატარა მონაცემი იქნება სწორედ უმცირესი მანძილი ABC სამკუთხედის წერტილებამდე. სიკვდილზე თქვათ, გვაქვს MA1, MB1 და MC1. ასეთი. Und გავაგრძელოთ ახლა ჩვენ ეს, თქვათ, ეგ იყოს, აქ თვალით კარგად ჩანს, რომ მანძილი BC-მ წამღრფემდე იქნებოდა, მოდი ასე ვქნათ, გადავას გარეთ მოხდებოდა თავად ეს იყოს MA1. მანძილი C წრფემდეც გარეთ იქნებოდა ეს იყოს MB1. და მანძილი თავისუფლად AB-მდეც თავისუფლად შეიძლება გარეთ ხდებოდეს. მაგრამ თქვათ ეს შიგნით ხდება. ეს იყოს ცისფერიფილი. ასე. შიგნით ხდება. და ეს იყოს C1, ხო? თქვენ ვალდებული ხართ დათვალოთ სამივე ამ გავლებული მანძილებიდან და ის იქნება უმცირესი, მაგრამ ახლა MB1 რომ იყოს უმცირესი, B1 ხომ და მდებარეობდეს თავად სამკუთხედის გვერდებზე. ამიტომ შესაძლოა MB1 არის უმცირესი მანძილი ამ სამკუთხედის გვერდების ანუ იმ თვეებიდან, რომლებიც ამ სამკუთხედის გვერდებზე გადის, მაგრამ თავად B1 თუ არ მდებარეობს სამკუთხედის გვერდზე, ის ვერ ჩაითვლება MB1 ვერ ჩაითვლება მოკლის მანძილად, ხო?
შესაბამისად, ამ მანძილების დათვლის შემდეგ, უпроსტად რომ იპოვით B1-ს, A1-ს და C-ს, უნდა შეაფასოთ. ეს B1, A1 და C1 მდებარეობს თუ არა თავად მოცემული მონაკვეთზე, აი რომელ წრფეზეც ძევს, აი შესაბამის მონაკვეთზე. ახლა თქვენ შეიძლება გიჩნდებათ კითხვა, რატო განვიხილეთ მართობები და არა სხვა კუთხით დახრილები. ну ეგეც პრინციპში თეორიაში ესეთ კარგად განხილული კითხია. თქვენ თუ გინდა თუ მოკლესი მანძილი, წერტილიდან წრფემდე უნდა დავუშვათ მართობი. რატო? ნებისმიერი სხვა უძახით ჩვენ დახრილს და იგივე თქვა TMC მონაკვეთი ნებისმიერი სხვა დახრილი ვავიღოთ, ну შექმნის მართკუთხა სამკუთხედს და რა თქმა უნდა ის დიდი კუთხის წინ დიდი გვერდი ძევს, ეს გვერდი მართი კუთხის წინ იქნება და ეს ნებისმიერი სხვა დახრილი და მეტი იქნება სიგრძით მართობზე, ხო? ამიტომ ეს არ გაგიკვირდეთ წრფებამდე მართობები თუ დავუშვით მინიმალური მანძილის პოვნისთვის, მაგრამ ნახეთ, ისიც არ გაგიკვირდეთ, რატო არ შემოვიფარგლეთ მარტო ამანძილებით და რატო გახდა საჭირო მინიმუმის პოვნისთვის თავად გვერდების პოვნაც. იმიტომ წვეროებამდე მანძილების პოვნა, ბოდიში, აი წვეროება C-მდე, B-მდე და A-მდე. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ძალიან მოკლე მანძილები მიიღოთ აქედან, ხო, რომელიღაც იქნება საკმაოდ პატარა, მაგრამ უბრალოდ შესაბამისი წერტილი არ ძევდეს სამკუთხედის გვერდებზე და უბრალოდ მის გაგრძელებაზე, რომელიმე გვერდის გაგრძელებაზე. იმედია გამიგეთ, მეგობრებო, რა ახსენით ახლა ჩვენ რაზე ვისაუბრეთ, აქ არ იყო რამე განსაკუთრებული სირთულე და ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს ამოცანას. რა შუაში იყო ეს ყველაფერი აღნიშნულ ამოცანასთან. ну რა ხდება? ჯერ ერთი მოცემულია, დავაწეროთ აქ ეს ტექსტი, მოცემულია სამი უტოლობით განსაზღვრული სიბრტყის ნაჭერი. როგორ მოვიქცეოდით აქ? მოდი ავხსნათ ჯერ ეს გადავაკეთოთ ეს, ჩავწეროთ Y ცალკე რომ იყოს და დანარჩენი ნაწილი მეორე მხარეს. ასე. ეს ცუდად წერს და გოთ შევფეთს ზოგადად ხო? სამშობლოა x-ი პლუს 5 იქნება y-ი ტოლია მინუს 4x მინუს 5 და აქ არის აქ 3y იქნებოდა, უბრალოდ x3 გადავიდოთ და გაყოფით, ანუ y-ი მეტია ტოლია მინუს 2/3 x გამოკლებული 5. ასე იქნება. ახლა ავაგოთ თითოეული გრაფიკი და ვიცით ჩვენ უკვე როგორ ვიქცევით უტოლობებს სიბრტყის ნაწილის შეესაბამება რომელიმე კონკრეტული ნახევარი და ვნახოთ ახლა რა არ მოექცევა აი ამ უტოლობებით განსაზღვრულ მონაკვეთს. ავიღოთ დეკარტის მართკუთხა კოორდინატის სისტემა. აქ გვიჭირდება ხაიდიანურად ზუსტი ნახაზის აგება, მაგრამ ჩვენ შევეცადოთ. x + 5 ის რადიო ფუნქციაა, y უდრის x + 5, თუ ახლა ამას ავაგებით, აი რომ წარმოვიდგინოთ, თქვათ აქ არის 5, შესაბამისად დაახლოებით აგება ნახოთ თუ გამოგვივა ზუსტად წრფის გავება, კი გამოგვივიდა. ასე. ეგ იქნებოდა y უდრის x + 5 წრფე 5-ში და შესაბამისად -5-ში კვეთს OX და Y ღერს, ხო? OY-ს და OX ღერს. ახლა რთუ ავაგებდით ამას, ეს კლებადი ფუნქციაა -5-ში, ანუ ქვემოთ რამდენიცა დაახლოებით ასე იქნება, ქვემოთ იმდენით ჩამოვა, ესა -5, ხო? მაგრამ აქ გაივლება, დაახლოებით სად გაივლება?
1/1/4 იქნება, ხო? -1/4, აი რომ ნახოთ ახლა, აქ y-ს ნულს ჩავსვამდით, 5 გადავიღოთ 5/4. 5/4, კაი, მოდი, საით შეიძლება იყოს ახლა, ეს დაახლოებით ალბათ ასე იქნებოდა, ხო? აბა ეს ისე ავიღოთ, რომ 5-თან გქონდეს სწორი. ასე არის. კარგი ბატონო, დავაწეროთ ამასაც თავისი სათაური, რა ქვია აღნიშნულ წრფეს, ეს არის y უდრის -4x -5 წრფე. და სად არის კვეთის წერტილები? ნუ ეს არის -5/4 იქნებოდა. და ჩვენ გვინდა ახლა კიდევ მეორე წრფე, აი ეგ ხო, აქაც 3 იქნებოდა რა. ეს 3-ზე რომ გაიყოფოდა, 2-იც გაიყოფოდა და 5-იც. ახლა ეგ სად კვეთს? -5/13-ში კვეთს y-ს, ნუ -5/13 იქნება დაახლოებით სად? კიდევ უფრო დიდი იქნება ასე. ეს მე-13, იცი კი გავს. -5/13. და y თუ იქნებოდა 0, ეს გადავიდოდა 5-ზე, შეგვეცებოდა და უარყოფითი 2/5, ხო? დაახლოებით შუაში ვიტყვი 5/2. აქ იქნებოდა -5/2. აი ასე უნდა გადიოდეს. აბა მოდი ვნახოთ ახლა თუ დავაჭერთ აი ამ წერფეს, აი და მე დავასწოროთ. აი ასე და ეს ალბათ ვარგა რა. ასეთი სიტუაცია. ასე კარგად დაუკვირდით, მე ძალიან რო არ გადამეტვირთოს ნახაზი, ვერ შემოვიდა ნაკ სამ ფერს, რომ დაგიშტრიხოთ ახლა ერთის, მეორის და მესამის შესაბამისი არის რა ყოფილიყო და უბრალოდ ხელით განახეთ რა. ანუ დაგაკვირდით x + 5-ის ქვემოთ, ანუ y მე მინდა ამ წრფის ქვემოთ, აი ამ წრფის ქვედა ნაწილი იქნებოდა ანალოგიურად აი ამ წრფის ქვედა იქნებოდა, იგივე არის და აი მესამე წრფის ზედა. აი ეს არის მეგობრები. ახლა შევეცდები ერთი ხეს მოსვით, გავავერადოთ. ლამაზად გამოჩნდეს. ეხლა გამოჩნდა ლამაზად. მოდი ასე მივიქით. აი ეს არის. თუ ჩვენ ახლა ამას დავაწერთ ჩვენ პატარა ასოებს, აქ ანუ დიდ ასოებს უბრალოდ A, B, C. ნახეთ ახლა რა. ესე იგი, ხო გავავლეთ ეს უტოლობა, ანუ ნახეთ ჩვენ ამ უტოლობათა სისტემის პასუხი, ხო? ყველა ის წერტილი, რომელიც ამას აკმაყოფილებს. ახლა ნახეთ რა უნდა ავტორს. ჩვენ უნდა ვნახოთ საკოორდინატო სისტემის სათავიდან ამ ბოდიში უნდა ვნახოთ ისეთი წერტილი, აი ამ სივრცის, რაც გამოგებული მაქვს ახლა, რომლის კოორდინატებს რაღაც მოდი მოვნიშნოთ, თქვათ, შიგნით არის რაიმე წერტილი, აი და ნახოთ, არის რაღაც m წერტილი, მისი კოორდინატები არის x და y და მე ისეთი m წერტილი უნდა ვიპოვო აი ამ სივრცის, რომ მისი კოორდინატების კვადრატების ჯამი იყოს მინიმალური და უნდა ვიპოვო ისეთი, რომლის კოორდინატების კვადრატების ჯამი იქნებოდა მაქსიმალური. ახლა აქ არ დავიწყებ სცენარების განხილვას, ლოგიკის, რა შეიძლება ყოფილიყო, სად შეიძლება მისულიყავით,
რა გამოგვეთვალა, უბრალოდ პირდაპირ გეტყვით ჩემ ვერსიას, შეიძლება სხვა გზაც არსებობდეს, უბრალოდ რო არ მოგატყუოთ მეტი მე ვერ დავინახე მეტი გზა. მაგრამ ეს უტყუარი იქნება თუ ჩვენ ფაქტობრივად აი ავდგებით და შევაერთებთ ახლა საკოორდინატო სათავესთან, კოორდინატა სისტემის სათავესთან m წერტილს რა გამოვა x კვადრატს პლუს y კვადრატი. ნუ ძალიან მარტივი დასანახია, მეგობრებო, რომ ეს გამოვა ასე თუ შეერთეთ, მართავს თუ დავუშვათ, ეს იქნებოდა x-ის, y-ის მოდული, ეს მონაკვეთი, ხო, ნუ რაცა y კოორდინატი აქვს, ქვემოთ x კოორდინატი იქნებოდა და ეს იქნებოდა x-ის მოდული, და პითაგორას თეორემით m-დან o-მდე მონაკვეთის კვადრატი, ანუ m os კვადრატს გვთხოვენ ფაქტობრივად ჩვენ. m os კვადრატს ითხოვენ. ეგ იქნებოდა აღნიშნული. ანუ იდეაში m os კვადრატი რა დროს იქნება დიდი და პატარა თავსავთ m მონაკვეთი, როდესაცაა დიდი და პატარა. ესე იგი, ეს კითხვა შეიძლება ასე დავახურდავთ. ვიპოვოთ კოორდინატა სისტემის სათავიდან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილი, აი ამ სამკუთხა ფორმის სიბრტყისა და ყველაზე შორს მდებარე წერტილი. ჩვენ შესავალი რომ გავაკეთოთ ახლა სანამ ამის 60-ს გავიწყებთ, თქო აღნიშნეთ, თუ ვეძებთ ასეთი ფორმის სიბრტყის უშორეს და უახლოეს წერტილს, ფაქტობრივად ყველა ვარიანტში ჩვენ უნდა ვისაუბროთ გარე პერიმეტრის, აი ამ გარე პერიმეტრის უშორეს და უახლოეს წერტილებზე. მაქსიმალური მანძილი აუცილებლად იქნებოდა ან OA, ან OB, ან OC. ესე იგი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ A, B და C წერტილის კოორდინატები და შემდეგ, მეგობრებო, უკვე შევაერთებით O-ს C-სთან, B-სთან, A-სთან და ვნახავდით, რომელი იქნებოდა უგრძესი, ყველაზე გრძელი, შესაბამისად ის იქნებოდა მაქსიმალური მანძილი. ახლა როგორ ვიპოვოთ ჩვენ A, B და C წერტილის კოორდინატები? რა თქმა უნდა ამოვხსნათ განტოლებათა სისტემები. ჯერ უნდა ვიპოვოთ პირველი და მეორე წრფის კვეთის წერტილი, პირველი და მეორე წრფის კვეთის წერტილი ჩვენთან არის B წერტილი. ანუ აი ასე, ამოვხსნით ამ სისტემას, აი ასე, რაც არის ეგ. თუ ვწდები, ხო, ეგ იქნებოდა B წერტილის კოორდინატები და რა გამოდის ჩვენთან B წერტილი. და პრინციპში სეკვირათად შეიძლება ეს გამოთვალოთ. თუ გამოვაკლებთ ედას ქვედას 5x უდრის 10 და წესით x უნდა იყოს -2. ესე იგი 5x 10, ხო, გადადის და x გამოდის -2. კი ბატონო, ანუ -2 იქნებოდა x კოორდინატი და შესაბამისად y გამოდის 3. ანალოგიურად დავთვლით ჩვენ პირველი და მესამეს ამონახსნე, ანუ გადაკვეთის წერტილს ვიპოვიდით y უდრის x + 5, აი ასე, y უდრის -2 და x -5 ასე ვიპოვიდით ის კვეთის წერტილსაც, ეს პირად თუ არ გამოვთვალოთ, აქ რა იქნებოდა, y-ები გავათილებთ და აქ იქნებოდა 5/13, ეს იქნებოდა 20/13, 5/13 წესით 4 უნდა მივიღოთ, ხო? კი ბატონო. და ეს იქნებოდა, ნახეთ, პირველი წრფე და მესამე წრფე, ხო? A წერტილის კოორდინატები გამოგვდის ახლა აქ ჩვენ -4 და შესაბამისად იქნებოდა 1.
-4 და 1. და ანალოგიურად დავთვლიდით მეორე და მესამესაც, მოდი ახლა აღარ გადავწერით, შეგიძლია თქვენ გადაწეროთ, პირდაპირ ვიტყვი, c-წერტილის კოორდინატები რა იქნებოდა, ჩვენ შემთხვევაში იქნებოდა -1 და 1, ეგ მარტივად დათვლადია, -1 და -1. პირველი და მესამე რომ დაგვეწერა. კაი. ავდგებით ახლა და დავთვლით მანძილებს OB-საც, OA-საც და OC-საც. რა არის თითოეული მათგანი? ეს არის O-წერტილის კოორდინატებს 0-ს გამოკლებული B-წერტილის კოორდინატები, ანუ 0-ს -2, ანუ ის იქნებოდა 0-ს +2-ს დამატებული 0-ს -3-ის კვადრატი. ეს რა გამოდის? ეს არის 4, 9, ეს ვიცამეტი, ხო? მაგრამ იდეაში ჩვენ გვინდა OB კვადრატი. OB კვადრატი იქნებოდა 13, ხო, ვილაპარაკეთ მაგაზე უკვე x კვადრატს + y კვადრატი არის O-დან იმ წერტილამდე, რომლის კოორდინატებიც არის x და y, მანძილის კვადრატი. მერე დათვლიდით ამდე, ეს იქნებოდა 0-ს -4, -4, 0-ს -1, ანუ ამის კვადრატი არის 17, ეგ იყოს 17-ია, მაგრამ ჩვენ გვინდა თავად ამონაკვეთის კვადრატი 17 და მერე 0-ს გამოკლებული 1, -1 უпроსურად დამატებული 0-ს -1 აქაც კვადრატში და ეგ იქნებოდა რამდენი გამოდის? ეს 2, ხო? და იქნებოდა 20-ის კვადრატი 2. ანუ აქ ცხადია, მაქსიმუმი არის 17. მორჩა და სხვას აღარაფერს არ მომწონთ, ჩათვალეთ x კვადრატს + y კვადრატის მაქსიმალური მნიშვნელობა დათვლილია. მერე რას იზამით? მერე მე უკვე თქვენ გაჩვენეთ, რომ თითოეულ მონაკვეთამდე მანძილები უნდა დაგეთვალოთ. მოდი ახლა ერთ-ერთი ილუსტრაციას გავაკეთებ მე. აი მაგალითად O-დან უნდა დავუშვათ, აი პოულობ მანძილს C წრფემდე, ხო? ну, მაინტერესებს თქვა ამის კოორდინატები. M და N-ია თქვა, აი ამ წერტილის კოორდინატები. ახლა რას ვაკეთებთ? პირველ რიგში, მეგობრებო, AC წრფის განტოლება გავხსენოთ რა არის. ну, AC წრფე ჩვენთვის არის მესამე განტოლება, ხო, რომელიც გადის ეს არის ესე იგი AC წრფე არის იგივე y უდრის -2/3 x -5/3 MN წერტილი ერთის მხრივ ეკუთვნის მას, ანუ ჩვენ რა უნდა გვიქნა, ჯერ O წერტილზე გამავალი წრფის განტოლება უნდა დაგვეწერა. O წერტილზე გამავალი წრფის განტოლება, რადგანაც საკოორდინატო სათავეზე გადის, ანუ y უდრის kx-ია. ანუ O-ზე გადის y უდრის kx-ი, მაგრამ k რა იქნებოდა? k იქნებოდა, რადგანაც აი ამ წრფესთან მართობს ქმნის მეორე წრფე, ამის შებრუნებული გამრავლებული -1-ზე, ანუ k იქნებოდა 3/2 ცნობილი ფორმულით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გითხარით და შესაბამისად, ესე იგი MN წერტილი უნდა მდებარეობდეს როგორც აი ამ AC წრფეზე, ისე უნდა მდებარეობდეს, მეგობრებო, y უდრის 3/2x-ს, ხო? აქაც უნდა მდებარეობდეს. ახლა ჩვენ როგორ მოვიქცევით? ავდგებით და ვიპოვოთ ამოვხსნით სისტემას რა. შესაბამისად. მოდი ჩავსვათ ახლა x-ემოთ, y გავტოვოთ ეს ორი წრფე ერთმანეთს, 3/2x უდრის -2/3x -5/3-ს. ანუ აქ რა გვექნება ეს გადმოვა დამატებით, აქ იქნება საერთო მნიშვნელი 6,
6 ჯერ 3 9 2 ანუ აქ იქნება 4 13 x უდრის -5 მესამეც და 6 გადავაქეთ გავრავლებთ შეიკვეცება 3-თან იქნება x იქნება -10 მე-13. ანუ ფაქტობრივად m არის, ნუ ხო ეგ ანუ მე რას ვაკეთებ ახლა რას ვხსნი საერთო წერტილს პოულობ ამ მართობსა და წითლად რაც არის AC მონაკვეთში და მას m-ი ხო დავარქვი. ნუ შეგვეძლო m და n ჩაგვესვა აქ y-ის და x-ის მაგურად იქ არის რაღაც დიდი პრობლემა. და შესაბამისად ახლა ამას დაბრუნებდით აი აქ იპოვიდით y-საც ეს რომ -10 მე-13-ზე გაამრავლოთ იქნება მეგობრებო 10 შეგვეცება 5 -15 მე-13. ანუ n წერტილის კოორდინატები არის -15 მე-13. თქვენ რა გინდათ ახლა უნდა შეაფასოთ ეს mn წერტილი მდებარეობს თუ არა a და c წერტილებს შორის. ხო ჯერ ეს ხო უნდა კი 10 წრფემდე მანძილი არის ეს წითელი მონაკვეთი და mn წერტილი მდებარეობს 10 წრფეზე, მაგრამ 10 მონაკვეთზე ძევს. მაგისთვის რა უნდა ხდებოდეს? ეს -10 მე-13 x-ი ან x-ით ან y-ით გაყვებით. ამას უნდა იყოს მეტი ანტოლი a წერტილის კოორდინატზე, ან პირიქით c წერტილზე მეტი უნდა იყოს, ან a-ზე ნაკლები ანტოლი და a-ზე ნაკლები ანტოლი. მაგრამ აქ თვალით ჩანს, რომ a უფრო მარცხნივ არის, ამიტომ a წერტილის კოორდინატები რა იყო? სად ვნახეთ? წერტილის კოორდინატები აგერ არის -4 არის -4-ზე მეტი? კი, რა თქმა უნდა არის. და უნდა იყოს ნაკლები ანტოლი c წერტილის კოორდინატებზე და კი ბატონო -1-ზე -1-ზე ნაკლები როგორ არის ეს? x c წერტილის ხო არ არის -c-ზე მეტი, ხო? შესაბამისად ეს წერტილი გარეთ არის, ეს პირობა არ სრულდება, ხო, არ გვეშლება რამე. ეს პირობა არ სრულდება და შესაბამისად ეს წერტილი ვერ იქნებოდა AC მონაკვეთზე. ანუ AC მონაკვეთამდე უმცირესი მანძილი რა გამოდის? თავად 20. აი 20. ანუ დასკვნა AC მონაკვეთამდე უმცირესი მანძილი გამოდის 20. კაი, ჯერჯერობით ეს არის მინიმალური. მოდი ახლა იგივე უნდა ვაკეთოთ ჩვენ B წერტილისთვისაც. ასე, იგივე უნდა გავაკეთოთ. ახლა გავავლენთ BC წერტილისთვისაც მართობს. ანალოგიურად ვნახავდით, მეგობრებო, მის კოორდინატებს, აი მართობის ბლოს კოორდინატებს. ვნახოთ, აი BC-ს მიმართ დაახლოებით აქ აღმოჩნდება, ხო, აი ასე. თქვათ ამ წერტილის კოორდინატები არის m და n, ზუსტად იგივენაირად დათვლით. იმედია ახლა არ გაგიჭირდება თქვენ ამ პროცესის გამეორება და აღმოჩნდება მეგობრებო, რომ m არის აი BC მონაკვეთ, BC წერტილზე რომ დავუშვებდით, მართობს m არის -20 მე-17 და n არის -5 მე-17. და შესაბამისად ახლა აქაც დაფიქრდებოდი და ნახავდი B-ზე მეტი ანტოლი უნდა იყოს m-ის კოორდინატი და ნაკლები უნდა იყოს c-ზე. B-ს x კოორდინატი არის -2, კი ბატონო, -20 მე-17 ერთი მთელი რაღაცა -ით და არის -2-ზე მეტი და უნდა ყოფილიყო c წერტილის x კოორდინატზე, ანუ -1-ზე ნაკლები. დიახაც ესეც ხდება. ძალიან კარგი, მოშავ. ანუ გამოვიდა რომ mn წერტილი უკვე mn წერტილი
მდებარეობს BC-ზე. შესაბამისად, მინიმალური იქნებოდა ზუსტად აი ეს მონაკვეთი, უმცირესი მანძილი და ანუ მინიმალური სიგრძე BC გვერდამდე, BC გვერდამდე მინიმალური სიგრძე იქნებოდა ფესვი m-ის კვადრატს პლუს n-ის კვადრატი, ხო? და 20-ის, ანუ აქ მინუს 20 კვადრატს რომ დავუმატოთ მინუს 5 კვადრატი, ესა 425 299 ამოიფესურებად იქნებოდა 25 შეადარეთ ახლა ძველი მინიმუმი იყო 2. ახლა ხო ნეტ ფესქვეშ და კი არა მოიფესრებოდა 425 299, ნუ თუ დათვლით ამათ აიყვათ კვადრატში, გამოგივათ 225 299 და შეიკვეცეთ. იქნებოდა 25 ნუ ფესქვეშ და შესაბამისად ჩვენ ხო გვერდის კვადრატი გვინდა, ხო? და არა თვითონ გვერდის სიგრძე, იქნებოდა 25 რაც უფრო მცირეა ვიდრე აი ეს. ამიტომ ეს არ იქნებოდა მინიმუმი, იქნებოდა მინიმუმი ეგ. ანალოგიურად დათვლითი თვერე მანძილს AB-მდე, აი კახა თვალითაც ჩანს, რომ გამოითვლებოდა საკმაოდ დიდი გამოდის თუ არ ვწდები, დიდი გამოდის აა მომენტამდე გამოდის, არ მახსოვს რა, ცოტა დიდი რიცხვი გამოდის და მინიმუმი დარჩებოდა 25 მაქსიმუმი კი იყო 17. ასეთი ამოცანა იყო, მეგობრებო, დაახლოებით 50 წუთი ამაზე ვსაუბრობთ, კი ცოტა ტემპინელი მქონდა, მაგრამ საკმაოდ დატვირთული და მძიმე ამოცანა იყო, ზედმეტად მძიმეც მგონია თავისთვის. კარგი, მოდი შევეცადოთ ჩვენ ახლა მე-17-ს და მე-18-ს ავხსნით. შევოთ ეს ამოცანა და ახლა წავკითხოთ მე-17. რა გვჭირდება ახლა მე-17-ში? ესეც საინტერესო ამოცანაა. ეს მართლა კაი ამოცანაა. ეს თული არის ახლა. ამას 17. რა სიტყვი? ესე იგი მოცემულია იპოვეთ კას ყველა ნიშნობა, რომლისთვისაც y უდრის kx წრფე, ანუ კოორდინატა სათავეზე გამავალი წრფე, ორ წერტილში გადაკვეთს y უდრის, ესე იგი მოცემულია ფუნქცია y უდრის x-2 h minus x-ი წრფე, როცა x-ი ნაკლებია 6-ზე და ქვედას აქვს ხასიათი, როდესაც x-ი მეტი ან ტოლი 6. კარგი. და უნდა ვიპოვოთ ჩვენ სიტუაცია, ანუ კაები, აი ამ ტეხილთან ორი კვეთის წერტილი რომ ექნება. ნუ პირველ რიგში უნდა ავაგოთ ეს ტეხილი. ახლა ასეთები წესი დამუშევა რომ და კონდეს ავაგებდით x-2-ს თავიდან ბოლომდე, ოღონდ დავტოვებდით იმ ნაწილს, როდესაც x-ი 6-ზე ნაკლებია. და ნახოთ. აიღოთ მეტნაკლებად ზუსტი ნახას გამოგვიდეს, რაღაც დავიცვათ. მასშტაბიც. x-2 წრფე დაახლოებით იქნება, ეს არის ზრდადი ფუნქცია და ასე იქნებოდა, ხო? აქ პრინციპში აქ ნახაზი მთლიანად მარჯვნივარი და მოდი ეს ასე გადმოვაჩუქოთ, ასე მოვიქეთ ჩვენ ადგილს და ეს წრფე იქნება დაახლოებით ასე იქნება, ხო? ასე. ეგ იქნებოდა -2, ეს იქნებოდა 2, აი ეგ იქნებოდა y უდრის x-2 წრფე. დაახლოებით სად იქნება ახლა 6 თუ 2-ია, აქ იქნება დაახლოებით 4, ცოტა კიდე გავაგრძელოთ და დაემკვანება უფრო ზუსტ ნახას, ხო? ასე ვქნათ.
კარგი. მე ოღონდ ეს გრძელდება 6-მდე. ნუ 6 იქნება თქვათ აქამდე გაგრძელდება. ანუ 6 თუ ჩავსვამდით, ნუ შესაბამისი მნიშვნელობა იქნებოდა გაცრავად უბრალოდ ახასავდებ. შესაბამისი მნიშვნელობა იქნებოდა 4. ოღონდ აქ ღია რგოლია ეს, ანუ დავამოკლოთ აღნიშნული ფუნქცია აქამდე ჩავოვიდოთ ახო ეს. ვიღოთ რგოლი იქნება, იმიტომ რომ თვითონ 6-ში ამ ფუნქციის მიხედვით არ იქცევა აღნიშნული მთლიანი ფუნქცია, ხო? აი მეორე წესის მიხედვით იქცევა. მეორე წესით ახლა რომ დაგვეხატა, რა იქნებოდა გადაკვეთდა y-ს 10-ში. ეს გავწლებინა ახლა ასე. 10-ში გადაკვეთდა, OX-ს გადაკვეთდა 10-ში და თავად 6-ში იქნებოდა 4 სტოლი ფუნქციის მნიშვნელობა, ხო? ანუ 6-იანი რომ ჩამესვა, ანუ იგივე აქ იქნებოდა 6-ისთვის მეორე წრფეც იქნებოდა 4 სტოლი. ანუ ფაქტობრივად აი ამ კვეთის წერტილზე ასე გაივიდა, ასე გაივიდა. უბრალოდ x-ზე ფორმა ვერ ექნებოდა 6-მდე და ასეთი იქნებოდა ჩვენი ტეხილი. ეს შეგვიძლია გავავუქოთ მეგობრებო, ეს წერტილი ასე. აქ 10-ში გადის. ოკეი, აი ასეთი სიტუაცია, ნუ ეგ არის y უდრის 10 - 6. რა გამოდის ახლა კითხვის მიხედვით რას ვაკეთებთ? ესე იგი, ჩვენ უნდა გავავლოთ O ცენტრზე წრფე y უდრის kx-ი, იყოს მწვანე ფერის ეს წრფე და ვეძებ k-ს მნიშვნელობას, როდესაც ექნება აი ორი ამონახსნი. ნაბლებს და ვერია სექტა დაახლოებით ასეთი სიტუაცია რომ ყოფილიყო, ნუ ორ წერტილში უნდა გაევლო წრფეს, მაგრამ ახლა დააკვირდით რა ხდება. აქ არის სხვადასხვა სიტუაცია. რა და რა შეიძლება ხდებოდეს. წრფე შეიძლება გავლებული იყოს აი ასე, აი ასე ვთქვათ. წრფე შეიძლება იყოს გავლებული ისე, რომ აი ეს აგერ გადიოდეს. კოორდინატა სათავეზე, ხო? ასე შეიძლება ხდებოდეს. დიდი. ეს ცოტა ზემოთავიდანოთ, აი ასე გავაკეთოთ. არ შეგვიშლის ხელს. ნუ ამ შემთხვევაში ტეხილსა და აღნიშნულ წრფეს მხოლოდ ერთი საერთო წერტილი იქნებოდა. აი ზემოთ თუ გაივლიდა, საერთოდ არ იქნებოდა საერთო წერტილი. თუ ქვემოთ გავიდა, ორი საერთო წერტილი იქნებოდა. მაგრამ ნუ მაინც აი როგორ უნდა მივხვდეთ, ახლა როგორ უნდა დავალაგოთ მსჯელობა, რომ ზუსტად გავარკვიოთ, რა დროს ექნება ორი საერთო წერტილი. ახლა ერთ დეტალს დავუკვირდით, რომ თუ ჩვენ სრულად გვექნებოდა აღნიშნული წრფეები გავლებული ეს თავიდან ბოლომდე ასე იქნებოდა გავლებული, მაშინ ერთადერთი მნიშვნელობის გარდა, ხო? ცნობერო თუ გაივლიდა მეგობრებო, სხვა მნიშვნელობის გარდა ნებისმიერი სხვა წრფე ორ წერტილში გადაკვეთდა აღნიშნულ წრფეთა ურთიერთობას, ხო? აღნიშნულ ორი წრფის წერტილებს. ორი წერტილი ექნებოდა საერთო. სადაც არ უნდა ყოფილიყო სხვაგან ეს მწვანე ფაზი, ეს მწვანე წრფე. ყველგან ექნებოდა აღნიშნულ სიტუაციასთან ორი კვეთის წერტილი.
ერთი თუ გაივლიდა თავად ამ ორი წრფის გადაკვეთაში. მაგრამ აქ უკვე სხვა მდგომარეობაა, რადგანაც ბოლომდე აგრძელდება ჩვენი წრფეები. ახლა რა არის მე მაგალითად ამ საკითხს ასე შევხედე, რა იყო ყველაზე საკმანძო მდებარეობები კოორდინატთა სათავეზე გამავალი წრფისა. ეგ იყო თავად მოცემული წრფეების პარალელური როცა არის და როცა აი ამას ეხება აი ამ წერტილს. ეგ იყო ჩემთვის ერთგვარი საზღვრები, რომ შორისაც შეიძლება აი ინტერვალებად რომ დაახოთ, რომ წარმოიდგინოთ ახლა რა და რა ტიპის შეიძლება იყოს წრფე, რომელიც კოორდინატთა სათავეზე გადის და ამ ტეხს კვეთდეს და დავყავი ძირითადად სამ ტიპად რა ასე ვთქვათ. რა და რა? სამი ტიპი გავიხსენოთ, მოდი ნახოთ. ერთი, რომელიც გადის გამოდავლე აღნიშნულ ასე წერტილზე, აი ამ წერტილზე ეს რა წრფია? ეს არის ჩვენი წრფე y უდრის kx-ი და თუ გადის ეს რა წერტილია? ეს არის 4 გაცრავად 6-4 წერტილი, ხო? და ის რო ჩავსვათ ახლა აღნიშნულ დამოკიდებულებაში, ეს იქნება y უდრის 4-ს. მოდიში, ასე წეროს. და x უდრის x, აქედან a გამდის 4/6, ანუ 2/3, ასეთია ჩვენი k. ანუ თუ k იქნებოდა ასეთი ერთი ამ დროს ერთი საერთო წერტილი აქვს, გავიჭირდა წერა, ხო? ერთი საერთო წერტილი საერთო წერტილი. მე ასე დავაკვირდეთ. პარალელური რომ ყოფილიყო. ვთქვათ, ჯერ ამ წრფეს. მოდი გავავლოთ. აი ამ წრფის პარალელური რომ ყოფილიყო. და მოდი ასე ვქნათ. ჯერ გავავლოთ ამის პარალელური. ასე. დავაკვირდით, თუ მე დავწეროთ ახლა ამის პარალელურობა, რა იქნებოდა რა შემთხვევაში y უდრის x მინუს 2-ის პარალელურია როცა a უდრის იგივეს 1-ს, ესე იგი y უდრის x ფუნქცია და ანუ გამოდის 2/3-დან, აი ნახეთ 2/3-დან 1-მდე თუ მოიქცეოდა k, მაშინ საერთოდ არ ექნებოდა ამ წრფეს შეხების წერტილი აღნიშნულ ტეხილთან. შევმილოთ. როცა k მეტი იქნებოდა 2/3-ზე, 2/3 ტოლი როცა ერთი საერთო წერტილი აქვს. 2/3-დან ნაკლები ტოლი იქნებოდა 1-ის, მაშინ საერთოდ არ კვეთს. მე რომ გავაგრძელებდით, აი გავაგრძელოთ ახლა ამის ტრიალი ჩვენ წარმოვიდგინოთ ახლა ეს მიდის ასე ტრიალებს ვავალ, ეგ კოორდინატთა სათავეშია, ხო? ყველა ვარიანტში უკვე ქვემოთ ერთი საერთო გადაკვეთის წერტილი ექნებოდა აი ამ წრფესთან, იმიტომ რომ ამის პარალელური არ არის უკვე, მაგრამ ამასთან კვეთის წერტილი არ აქვს სანამდე. იმიტომ რომ ეს ზედა ნაწილში აგრძელდება და ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ არ გახდებოდა
პარალელური თავად მეორე წრფის, ხო? ასე. და ეგ არის რა სიტუაცია, ანუ y უდრის 10 მინუს x-ის პარალელურია, როცა k უდრის -1, ხო, იმიტომ რომ ამის საკუთრო კოეფიციენტი -1-ია. ესე იგი, როცა ერთზე საკუთრო კოეფიციენტი ახლა აქ კიდე ერთი დეტალია. აქ ორი მომენტია, როცა a უარყოფითია, აი ამის k და როცა დადებითია თვითონ, ხო, ამ წრფის k. კი ბატონო, ეს პარალელურობის პირობა დავწერეთ, მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ როდესაც აი OY ღერც ჩამოცდება, ასე. აქამდე დადებითი იყო k. აქამდე დადებითი იყო, ესე იგი ორი მოდი ასე დავახარისხოთ, ახლა დავანაწილოთ, რომ არ აგვერიოს k-ს დადებითობის დროს და k-ს უარყოფითობის დროს რა. k-ს დადებითობის დროს როდესაც 2/3-ზე მეტია და 1-ზე ნაკლებიან ტოლია, ანუ სანამ პარალელური გახდება, ამის პარალელური სანამ ხდება, მანამდე ამონახსნი საერთოდ არ აქვს. მერე დადებითობის დროს, როდესაც ეს ჩამოდის უკვე და პარალელურობის სიტუაცია ცდება, აი ასე, ანუ პარალელურობიდან აი აქამდე, სანამ k დადებითია, ანუ ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, 0-დან 2/3-მდე, მაშინ ერთი საერთო წერტილი აქვს, ერთი საერთო წერტილი აქვს, ერთი საერთო წერტილი აქვს. ხო, უარყოფითობაზე ცალკე დავდგით. მერე, როცა აი ამ 2/3-ზე მეტი ნაკლებია k, ბოდიში, ახლა მე აქ აურიე, შემეშალა, k ხო ვიცით ჩვენ ჯერ ტანგენსები არ გვისწავლია, მაგრამ არის საკუთრო კოეფიციენტი და პირველ მეოთხედში ზრდადია. ამიტომ აი აქ უნდა დამეწერა, როცა k 2/3-ზე მეტია, მაშინ იქცევა ასე. როდესაც k პირიქით 2/3-ზე ნაკლებია და მოდის სანამდე, აი მოდის აგერ 0-მდე, როდესაც k 0 იქნება, ანუ OX-რიც დაემთხვევა, ასე, როცა არის მეტი ან ტოლი 0-ზე და ნაკლებია 2/3-ზე, თავად 2/3 ტოლი თუ არის, მაშინ აქაც ერთი საერთო წერტილი აქვს. ამ დროს აქვს უკვე მაშინ ორი საერთო წერტილი აქვს, ორი საერთო წერტილი, ასე. ეგ იყო, როდესაც k დადებითია. და ახლა დავაკვირდეთ, როდესაც უკვე k უარყოფითი ხდება, რა ხდება? k როდესაც უარყოფითია, აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა, აი ასე, აგერ გადის, მას ექნება ორი გადაკვეთის წერტილი მანამდე, აი მანამ, სანამ ის არ გახდება პარალელური აი ამ წრფის, ხო? ამ წრფის პარალელური სანამ არ გახდება. ანუ როცა k უარყოფითია და
პარალელურობის პირობა რა იყო? აი, ამ ციფრის პარალელურობის პირობა ეს იყო k-1-ია. და k არის ანუ 0-დან მოდის და აი k მეტია ოდიში 9-ია -1-ზე, აი სანამ ამის პარალელური გახდება, მანამდე ექნებათ პროცესს მაშინ ორი საერთო წერტილი აქვთ და პარალელური რომ გახდება, მერე უკვე ანუ -1-ზე ნაკლები სხვა მნიშვნელობებისთვის, აი -1-ზე ნაკლები სხვა მნიშვნელობებისთვის ექნება ისევ თითო ამონახსნი, აი ამას გადაკვეთს მხოლოდ, ხო? როცა უარყოფითია და რო ნაკლები ანტოლია -1-ზე, მაშინ ერთი კვეთა. აი დაგვირდით ახლა ყველა სცენარი განხილული. რა დროს აქვს ორი კვეთა? ორი კვეთა აქვს ამ სიტუაციაში, გადებითობის დროს და ორი კვეთა აქვს აი ამ სიტუაციაში, უარყოფითობის დროს. ესე იგი, როდესაც k არის 0-დან 2/3-მდე და როდესაც k არის აი -1-დან 0-მდე. ანუ ფაქტობრივად -1-დან 2/3-მდე თუ მიმოიქცევა k, მაშინ მას ექნება ორი საერთო წერტილი აღნიშნულ ტექნიკთან. თუ საკმაოდ ბევრი დრო წაიღო, მე ცოტა გავაჯამჯლე საუბარი, მაგრამ მედია გავიგეთ, რაზეც ვისაუბრეთ. რა შეიძლება მე-18 ამოცანას? მე-18 ამოცანა უფრო სტანდარტულია და ალბათ უფრო მარტივიც, ვიდრე ეს ორი ამოცანა იყო. მოდი წარმოვიდგინოთ ახლა რა ხდება მე-18-ში. ესე იგი, მოდი სტანდარტული სახე ვიზეთ ახლა ჩვენ აი ამ წრფებს, ხო? იპოვეთ ეს ყველა ნიშნობა, რომლისთვისაც ანუ აქ იქნებოდა y ნაკლებია თოლია კითხება -x -x აქეთ იქნება დამატებული 3a და -2 ასე და მეორე წრფე რა იქნება? მეორე წრფე იქნება y მეტი ანტოლია -x -2/3-აზე. თუ გადავიდარით ახლა x აქეთ და 3-ზე გავყოფით ყველაფერს, მივიღებთ ამას. ახლა რა გინდა? ვეძებთ ამ ყველა მნიშვნელობას, რომ ნახევარსიბრტყეების თანაკვეთა არაცარიელი იყოს. ანუ ხო ვიცი ჩვენ რომ ამას გააჩნია პასუხად სიბრტყის ნაწილია, ხო? ამის პასუხიც არის სიბრტყის ნაწილი. და რა დროს არის სიბრტყის ეს ნაწილები ცარიელი? თქვათ, მოდი ჯერ ამას დავკვირდეთ, საინტერესოა ეს მომენტი. ამას აქვს ერთი ძალიან კარგი ამაზე განსაზღვრულობა. აი რომ წარმოვიდგინთ ახლა, ავაგეთ ჩვენ ერთი წრფე, რომ ასე დავხატეთ რაღაცა არის ერთი წრფე და დავხატეთ მეორე წრფე, ხო? ანუ რაღაცნაირად მეორე წრფე. ახლა რომელი არის, არ უნდა ვთხოვოთ ჩვენ, ანუ ერთ წრფეზე მეტი, მეორეზე ნაკლები, თქვა წითელზე ნაკლები, მწვანეზე მეტი. ნუ აი ეს არის იქნებოდა. მოგთხოვდნენ თქვა მწვანეზე ნაკლებს და წითელზე ნაკლებს, ანუ ორივეგან თქვა აღნიშნული წრფეები მეტი ყოფილიყო y-ზე, მაშინ ეს არის იქნებოდა, ხო? ერთადერთი შემთხვევა, როდესაც
აღნიშნულ არეებს არ ექნებათ თანაკვეთა რა არის. ჯერ ერთი ესენი უნდა იყვნენ ერთმანეთის პარალელური ეს წრფეები და მერე მეორე ერთის წრფის ანუ ზემოთ რომელიც არის, ანუ y-ს უფრო მეტ წერტილში რომელიც კვეთს, იმის ზედა ნაწილი უნდა იყოს მოთხოვილი და რომელიც ქვედა უფრო ქვემოთ კვეთს y-ს, იმისი ქვედა ნაწილი და შესაბამისად ეს რომ დაეშტრიხება და ეს რომ დაეშტრიხება, ანუ აღნიშნულ ნახევარსიბრტყეებს თანაკვეთა არ ექნებათ. ანუ მე გირჩევთ, აქ ასეთ ამოცანაში იპოვოთ სიტუაცია, როდესაც არ აქვს ამონახსნი და ყველა დანარჩენი პასუხი იქნებოდა უკვე ამ კონკრეტული პირობისთვის გასაყრი. ახლა დავაკვირდეთ, ეს ორი წრფე როგორია? ნუ პრინციპში დახრილობა ერთნაირია. რომელი უნდა იყოს ახლა უფრო მაღლა, რომ ამონახსნი არ გქონდეს? დავაკვირდით, აი ეს წრფე წითელი უნდა იყოს თუ მწვანე? ამ წრფეს რომ გავავლევდით, ჩვენ რა გვინდოდა? ქვედა ნაწილი უნდა დაშტრიხულიყო, ხო? ეს წრფე უნდა ყოფილიყო თავადმეტი. ანუ მგონია რომ ეს წითელი უნდა იყოს, ხოლო ეს უნდა იყოს მწვანე. შესაბამისად რა უნდა ხდებოდეს? ესე იგი -2/3 უნდა იყოს ეს. -2/3 უნდა იყოს ეგ და 3a-2 უნდა იყოს აი ეს. ანუ გამოდის რომ -2/3a მეტი ტოლით შეიძლება, ან ტოლი არა, იმიტომ რომ ეს არ ამკაცრია, თავად ამ წრფის წერტილები ეკუთვნის, ამიტომ ეს წრფები ერთმანეთს თუ დაემთხვეოდა, მაშინ გამოვიდოდა რომ არაცარიელი იქნებოდა ამონახსნი და მე ჯერ ვეძებ ცარიელი რა დროსაც ამ სისტემის შემადგენელი ტოლობის ამონახსნები და მერე ყველა დანარჩენ პასუხს ავიღებდი, რომ არაცარიელი მეპოვა. ანუ კაცრ პირობას გამიხილა, როდესაც ეს წრფე ზუსტად ზემოთ არის აი ამ წრფეზე, 3a-2-ზე. ნუ ამოვხსნათ, ამის ამონახსნი იქნება 3-ზე გამრავლდება, 9 აქეთ გადმოვა 11, აქეთ იქნება 6 კი ბატონო და გამოდის რომ ნაკლები იქნებოდა 6/11-ზე. ანუ გამოდის რომ თუ ნაკლებია 6/11-ზე, მაშინ ცარიელი ამონახსნი, ცარიელია და არაცარიელი რა დროს იქნებოდა? ნებისმიერი სხვისთვის, ანუ როდესაც მეტია ან ტოლი 6/11-ზე, აი ეს იქნებოდა პასუხი. იმედია წაგადგებათ აღნიშნული ვიდეოები და ერთმანეთს ჩვენ შევხვდებით უკვე მეცხრე თავით ალგებრაში.